მიხარია მოგესალმოთ კორნეი გონჩაროვის რუსული ენის სკოლიდან. დღეს ჩვენ გვექნება სიტყვების გაკვეთილი. ავიღებთ ორ სიტყვას წყვილ-წყვილად და დავამუშავებთ. ვიტყვით ხმამაღლა, პაუზებში ხმამაღლა გავიმეორებთ, შევადგენთ წინადადებებს, მაგალითებს ვიტყვით, თქვენ უნდა ავყვეთ და მოვყვეთ. აბა, поехали. და პირველი წყვილი სიტყვების ესე არის კვლავ, вновь. Ну, წყვილი არ იქნება, აქ სამეული იქნება. მეორე იქნება опять. და снова. აბა, თითო მაგალითი ვთქვათ ახლა. ამ შაბათ-კვირას ჩვენ კვლავ წავალთ ტყეში. ამ შაბათ-კვირას პატარა პაუზა იქნება და ამ პაუზაში თქვენ უნდა თქვათ. თუ ვერ ამბობთ, უნდა მოусმინოთ რამდენჯერმე. В эти выходные, ну, გამოსაშვები, выходные, в эти выходные мы вновь поедем в лес. გაიმეორეთ? კარგია. შემდეგი სიტყვა კვლავ, ისევ, опять. უმეტესად უფრო უარყოფით კონტექსტშია. აუ, ისევ შენ მოხვედი? Опять ты пришел? ანუ არ მომწონხარ და ანუ ხო გითხარი რომ არ მოხვიდე მაგალითად. შულს ვეუბნებით რომ რამდენჯერ გითხარი რომ არ შემოხვიდე. ანუ არ მოხვიდე აქ. წადი გაკვეთილები გააკეთე. ისევ შენ მოხვედი? Опять ты пришел? ისევ წვიმს. Опять дождь. ეხლა კარგ კონტექსტში ვთქვათ უკვე და ეს იქნება კვლავ, ისევ. снова. მან კვლავ დარეკა. Он снова позвонил. ეგ კარგი კონტექსტი არის, ანუ ვიღაც მევალე კი არ იყო. Он снова позвонил. ანუ მაგალითად დაჟინებულობა ქონდა და რამდენჯერმე დარეკა და он снова позвонил. ან ის კვლავ გირეკავდა, ისევ გირეკავდა. Он снова вам звонил. შემდეგი წყვილი იქნება მერე. Потом. Ну, ეს გამოიყენება, როცა ზმნა არის, ერთი ზმნის მერე მეორე ზმნა მოდის, მერე მესამე ზმნა მოდის. რაღაცა საკეთებდი. მაგალითად, მან გაიხვიძა, მერე კბილები გამოიხეხა. მან გაიხვიძა. Он проснулся. Потом, მერე კბილები გამოიხეხა. Потом почистил зубы. იგივე ვარიანტი შეგიძლიათ გამოიყენოთ. შემდეგ, ანუ затем და წ გამოითქმის. Затем. ჯერ გაკვეთილები, შემდეგ გასეირნება, დედაეუბნება. Сначала уроки, затем прогулка. ესე იგი ორ მოქმედებას შორის, მერე გასეირნება. Затем прогулка. რაღაცას რო ყვებით შეგიძლიათ აი ეს затем გამოიყენოთ. მაგალითად, ის წავიდა სახლში, затем ორი დღე არ გამოჩენილა, затем გამოჩნდა, ოღონდ თურმე ავად ყოფილა. Ну да, ესე რაღაცა затем სყვებით. შეგიძლიათ потомც გამოიყენოთ. და შემდეგი წყვილი გვექნება ნებისმიერი. Любой
და ყოველი каждый. Ну, ნებისმიერი ამ შემთხვევაში ნებისმიერი ყველადან რომელიც გინდა აირჩიეთ. მაგალითად, ნებისმიერი ადამიანი მოიქცეოდა ასე. Ну, როგორც მოიქცა ის ვიღაცა, ხო, ასე მოიქცეოდა ნებისმიერი. ნებისმიერი ადამიანი любой человек მოიქცეოდა поступил და არის, ანუ მოიქცეოდა, რო იყოს შესაძლებლობა. Поступил бы, ყელით ამბობთ. Любой человек поступил бы ისევე, მსგავსად. Также. Სწრაფად ვთქვათ ახლა. Любой человек поступил бы также. Любой человек поступил бы также. და ყოველი ვერ შეძლებს. Каждый не сможет. Ну, любой უფრო ვიტყვით მაინც, აი როცა არჩევა გვაქვს, როცა ვირჩევთ, რომ აი რამდენიმედან და каждый აქ არის მთლიანობაში ყველა ვერც ერთი ვერ შეძლებს. Каждый не сможет. ასევე ყოველ ერთი და იგივე რუსულში. Каждый день. ყოველ დღე წვიმს. Каждый день дождь. Ну, შეიძლება თქვათ მოდის წვიმა. Идет дождь. Каждый день идет дождь. შემდეგი წყვილი სიტყვების ცოტა, მало, 4 იწერება, 10 იკითხება. Мало და ცოტათი. Немного. რა განსხვავება? მალას ვიტყვით, როდესაც გვაკლდება რაღაცა ცოტა არის, რაღაცა ნივთიერი, მაგალითად წყალი არის ცოტა ჭიქაში, ან შაქარი არის ცოტა. მაგალითად ვამბობთ, მე ცოტა ფული მაქვს. У меня мало денег. ხა როდესაც გამოიყენება ცოტათი. Немного. ის გამოიყენება უფრო მოძრაობების დროს, მოქმედებების დროს. რაღაც რომ უნდა ცოტა ნაკლები გააკეთო, ან მოძრაობა არის და უფრო შეუნელოთ უნდა, ან რაღაცას აუწიოთ, უნდა დაუწიოთ, ცოტათი უფრო ჩუმად ვილაპარაკოთ და ასე შემდეგ. აი ესეთი რაღაცების დროს გამოვიყენებთ ცოტათი. Немного. ცოტა ჩაუწიე. Сделай გააკეთე ჩუმად. Сделай потише немного. თავი მტკივა ცოტათი. У меня голова болит. Немного. ცოტათი. ანუ რაღაც ხდება, ან უნდა ჩაუწიოთ, ან რაღაცა მაგალითად უფრო მოკლე არის, ან უფრო ნელა წადი მანქანა, არ გინდა სწრაფად მომიდიხარ. ცოტათი ნელა. Немного помедленнее. ანუ ცოტათი უფრო ნელა, უფროს ვამატებთ მანდ, ცოტათი უფრო ნელა. მომეცოტა. Дай немного. და დამჩა ცოტა, არა, ცოტა დამჩა ვერ მოგცემ. Нет, у меня мало осталось. Შეგვიძლია თქვა, у меня немного осталось. ესე უნივერსალური სიტყვა არის немного. შეგვიძლია მაგ ვარიანტშიც ვთქვათ. У меня немного осталось. მაგალითად, ცოტა შაქარი მაქვს. У меня немного сахара. ანუ ბევრი არ მაქვს, у меня немного сахара. ასე ვამბობთ немножко, ცოტათი. Немножко. და ბოლო წყვილი სიტყვების ეს იქნება უბრალოდ, просто.
და მარტივად. Легко. Легко. პირველი უბრალოდ, ანუ ჩანაფიქრის გარეშე, ისე მიზნის გარეშე. ასევე მარტივად რაღაც სიძნელეების გარეშე. მაგალითად ამ დავალების შესრულება მარტივია. უბრალოა, მარტივია. Выполнить это задание просто. Просто. Შეგვეძლო გვეთქვა легко. Легко. Выполнить это задание легко. ანუ ეს მნიშვნელობა ემთხვევა легко და простას. მაგრამ უკვე მიზნის გარეშე რატომ ხარ აქ? უბრალოდ მოვედი. Просто пришел. Просто пришел. როგორც ხედავთ, простას მერე მანს ნაგვინდა. უბრალოდ ვისვენებ, უბრალოდ მოვედი. ანუ არ მაქვს მიზანი. უბრალოდ დავჯექი, უბრალოდ დავწექი. უბრალოდ უყურებ. რატომ უყურებ ამ ფილმს? Просто смотрю. მოვიწყინე. Просто. და მარტივად, მარტივია. Легко. 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 Г სახარ ვამბობ. Легко. Легко. Х. ესე ვამბობთ. Легко. მაგალითად წვნიანის მოხარშვა გაკეთება ძალიან მარტივია. Сварить, ანუ მოხარშვა, сварить суп очень легко. Сварить суп очень легко. არ დაგავიწყდეთ ამ გაკვეთილების რამდენჯერმე მოსმენა, პაუზებში ხმამაღლა გამეორება, ცხოვრებასთან მიბმა, გისურვებთ წარმატებებს.